ბათუმის საკრებულო დღეს ფიზიკური დაპირისპირებების ადგილად იქცა. თვითმმართველ ორგანოში დეპუტატებმა ერთმანეთს ორჯერ სცემეს. ორივე ინციდენტის მთავარი მონაწილეები ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ. კონფლიქტი ბათუმის სიპების და აიპების მიმართ წაყენებული ბრალდებებით დაიწყო და ტერენტი გრანელის პოეზიით დასრულდა. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ადგილზე სამართალდამცავების გამოძახებაც კი გახდა საჭირო. ერთ-ერთი ნაცემი დეპუტატი საავადმყოფოში მოხვდა. ამ წუთებში კონფლიქტის ყველა მონაწილეს პოლიციის განყოფილებაში კითხავენ. მე მინდა ტერენტი გრანელს მოუხადო ბოდიში და საზოგადოებას მინდა მოუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხელზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი. ტერენტი გრანელი, პროზაიკოსი თუ პოეტი. სწორედ ამ საკითხის გარჩევას მოყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში. განათლების კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება. ოპოზიციონერმა დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ კი მას შეუსწორა, რომ ტერენტი გრანელი პოეტია. დათმობაზე არც უმრავლესობის და არც ოპოზიციის წარმომადგენელი წავიდა. შესაბამისად კამათი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. დაპირისპირების შედეგად როინ ზოიძე დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შრომის მიმდინარეობის დროს ირაკლი ძალიან იყო აგრესიულად განწყობილი ჩვენს მიმართ და ზოგადად ყველას მიმართ, ჩვენ 4 წევრის მიმართ. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულად მირდატ ქამადაძეს. ხო და იმ სიტყვიერ შეურაცხყოფის მერე გადავიდა ძალიან სხვა ტონზე გადავიდა, ანუ გინების მსგავსი რაღაცაები იყო და მე მივედი მასთან ახლოს და უთხარი, უხერხულია სიცხული, არ გინდა მერტი უთხარი, ჩვენ ადამიანები ვართ მეთქი. ეს შემდეგ თავისთავად გადაიზარდა ჩხუბში, მაგრამ მე ფაქტურად არაფერი არ მახსოვს დამარტყა. სოციალური ქსელით ინციდენტის ამსახველი კიდევ ერთი მასალა გავრცელდა, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრი ქართული ოცნების წარმომადგენელს ფიზიკურად უპირისპირდება. ბათუმის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, სხდომის ჩასაშლელად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და დღეს ეს გამოუვიდათ. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მხოლოდ კამერების წინ აკეთებენ განცხადებებს და სხდომებს, ბოლომდე არასოდეს ესწრებიან. პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეს არის დესტრუქციული ძალა. თითქმის ერთეული სხდომების გარდა არც ერთ სხდომაზე არ გაჩერებულან საკითხების ბოლომდე გადაწყვეტამდე. გარდა მაგისა, რამოდენიმე თვის განმავლობაში არ მოსულან და არ მიუღად მონაწილეობა არც ერთი კომისიის მუშაობაში და არც ბიუროს მუშაობაში. ისინი მოდიან მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთი ბლოკისთვის, რომ იხმაურონ, მოსახლეობას აჩვენონ, რომ თითქოს ისინი რაღაც აკეთებენ და დაიშალონ. მხოლოდ ტერენტი გრანელი არ გამხდარა დღეს დაპირისპირების მიზეზი. მანამდე იყო კიდევ ერთი ჩხუბი. სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მმართველ გუნდს საჯარო ინფორმაციის დამალვაში დასდეს ბრალი. მათი თქმით, ბათუმის მერიის სიპებსა და აიპებში კორუფციაა და საჯარო ინფორმაციებსაც სწორედ ამიტომ არ გასცემენ. ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს მმართველ გუნდში და აღნიშნეს, რომ ოპოზიციამ მორიგი სპექტაკლი მოაწყო. არსებობს ინფორმაცია იმის, რომ ამ ბათუმის აიპებში და შეპესეებში გამეფებულია ნეპოტიზმი. ვითხოვთ კონკრეტულ ინფორმაციას, თუ ვინ არიან ეს ხალხი და ვინ მუშაობს. ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ავრცელებდა სრულ ინფორმაციას განათლების კომისიის თავმჯდომარე, რომ თურმე რაღაცასთან შეურაცხყოფელ სიტყვებს ამბობდა. მივედი და წარმოუდგინე წერილი დაუდე წინ და უთხარი, რომ პასუხი, სადაც არ გვაძლევს წყალი ინფორმაციას. რის შემდეგაც ამ ადამიანმა დაიწყო კუნთებით манипуლირება. ბათუმის წყალს რაც შეეხება, ისინი ითხოვდნენ ბიზნეს გეგმას 2018-2019 წლის და მიღებული აქვთ. ითხოვენ შესყიდვების გეგმას და მიღებული აქვთ. წყალკანალმა არ მიაწოდა პერსონალური ინფორმაცია. წყალკანალმა დაიცვა თავისი თანამშრომლების პერსონალური ინფორმაცია. მიუხედავად არაერთგზის დაპირისპირებისა და რამდენჯერმე გამოცხადებული შესვენებისა, ბათუმის საკრებულოში დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი განიხილეს. რაც შეეხება მომხდარს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.